ამიტომ ყველაზე მაგრად როგორც ჩვენი ქართული სახელმწიფო, რა საშიშროება ემუქრება, რა შემთხვევაში შენდება სახელმწიფო, რა შემთხვევაში მაგი ისჯება, როცა სახელმწიფოს პრეტენზია აქვს მორწმუნეობისა და ჩვენ ისტორიულად მართლმადიდებლური რწმენით მოდის საქართველოს როგორც იცოდეთ, თუ იცით ხო? და აგერ ფეოდალური საქართველოში რწმენამ რა გააკეთა? ფეოდალური საქართველოში რწმენამ ტერიტორიები დაგვაკარგინა. ფეოდალური საქართველოში ქალები დაგვიუპატიურეს ვიღაცეებმა. შემოგვისახლეს აზერბაიჯანელები. ტერიტორიები წართმეულია კიდევ ვიმეორებ. ტახტიც წართმეულია. ესე იგი ამ არასწორ რწმენამ, ვითომ ქრისტიანულმა რწმენამ ტახტი წაართვა მოსახლეობას და უთავოდ დატოვა მოსახლეობა, როდესაც ტახტის გაუქმებული ბაგრატიონების დინასტიის უპატრონო ადამიანები ღმერთმა შერეკა სხვა პატრონთან, რომანოების პატრონთან. აი ამის პარალელებით, შემთხვევით კი არ არის. პარალელები უნდა მოუძებნოთ და ესეთი მდგომარეობაში ჩავარდა სახელმწიფო, რომელიც ერთიანი ძლიერი სახელმწიფო იყო დავითის, აი ესე ძალისხმევით, რომელიც ძალიან მიღებული იყო ღმერთის, ყველა სიყვარულით, ხო? და ერთიანი სახელმწიფო როგორ ინგრევა 931 წელს ძველი წელთაღრიცხვით. და იწყება უკვე ამათი დაპირისპირება და ის გრძელდება 209 წელი. და მთლიანად 10 შტო ნახევარი უკვე გადასახლებაშია, აფანტულია, სახელმწიფო დაკარგულია ასურელების მიერ, აი ნინევიაში რო ჩადის იონა. და იქიდან შემოყრილი ხალხია, აღრეულია უკვე მაგ ტერიტორიაზე, მე ახალ აღთქმაში სამარიტელების სახით რო ხდება და რჩება სამხრეთი იუდაშტო, მარტო ერთი შტოა. აი ამას მიყვებით მე ქრისტიანობა გამოვიდეს. იუდაშტოს მეფეებს ვეცნობით ჩვენ და ახლა ამასაც შეწირება აქვს, რომელიც დაიწყო 606 ძველი წელთაღრიცხვით. 606 წელი, ეს არის პირველი ტალღა ბაბილონელებისა, ნაბუქოდონოსორისა, რომელიც 20 წლის განმავლობაში სამჯერ მოახდინა. პირველი 606 წელი, მერე 96 წელი, ხო, 596 წელი, მერე 586 წელს მთლიანად გაანადგურა და მიყავდა ხალხი და აქედან ნათვლა რო იწყება 606 წლიდან 70 წელი მოდის უკვე 536 წელზე. მითითება რომ გამოუკაზე ესე რუსული წამოც და ბრძანება რომ გამოსა კიროსმა, რომ დაბრუნებულიყვნენ ესენი თავის იმპერიის საზღვრებში, ღმერთი ელოცა დგანე, ამასაც თავისი აქვს. და პირველი ტალღა, როგორც სამი ტალღა იყო დარბევისა, სამი ტალღა დაბრუნების არის. პირველი ზორობაბები მოუძღვის, მეორეს ეზრა, მესამეს ნეემია როცა აშენებს. ეს უკვე 455 წელი არის, 446-45 წლები. და ამის პარალელზე მე მალაქიაც ავსებს ამას ბოლო უკანასკნელი წინასწარმეტყველი. ყველაფერი ეს რატო გამიხსენე, იცი? აწმყოში საქართველოს თუ არ გამიხსნა, ამან ისე რა თქმა ამის კითხვა რა, თავი გამოიჩინოთ ცოდნაში. პარალელების გავლება აუცილებელია ხალხო. აი ეს წიგნი არის ჭუის, ესე წერია, ყველა ქვეყნის ჭუის დასარიგებლად არის, სასწავლებლად არის, ახსაზრდელად არის, სამხილებლად არის. ძველი ესე წერია ახალ აღთქმაშიც პავლეს მიერ. აი ეს არის მხედველობიდან გაშვებული საქართველოს სივრცეში. ამიტომ არის ვერაფასებენ სწორად. არც პოლიტიკური მოვლენები ხდება შეფასება და შესაბამისად იმ დღეში ჩავარდები ჩვენ, როგორც ჩავარდა ისრაელიერი. სახელმწიფო ხო დაკარგა მან. მაგრამ აღთქმა დადებულმა შესულდა მისი სახელმწიფო 1948 წელს ახალი წელთაღრიცხვით. მანამდე რა ხდებოდა? აი ეს პარალელები უნდა გავავლოთ და მე რატო გამახსენდა ნეემია. ამან იცით რა თქვა? ჯერეთი სპარსელების კარზე რო იყო, რომ გაიგო ეს ამბავი, რომ ის დაანგრიეს რაღაცეები, რომ შეჩერდა მშენებლობა, ხო? და ეს გააგზავნა მე მეფესთან დაახლოებულმა კაცმა. აი ეს არის ნამდვილი პატრიოტი. ხედავთ? პატრიოტობაზე როცა ლაპარაკია, ცოცხალი ღმერთის რწმენით ახარ პატრიოტი. ისე გამორიცხულია. აი ნეემია ნამდვილი პატრიოტი. ეს არის ღვთაებრივი პატრიოტი. მართლა ამას უყვარს თავისი ერი და სხვა კი არ ეზიზღება. იმიტომ რომ ამ ერთან ღმერთმა აღთქმა დადო და რა დღეში ჩააგდო ურწმუნოებამ და რწმენის გამრუდებამ ერი, როგორც სახელმწიფო დიდებული ტაძარი დაინგრა, მიწასთან გაქურდეს ყველაფერი, ახალგაზრდები წაიყვანეს, სამსახურში ჩაიყენეს, დანიელი პირველი მასე ტალღაზე. ხვდებით? და დააკვირდით მე რას აკეთებს ნეემია. პირველი რასაც ეს აკეთებს, ის არის ლოცულობს როგორ. ნეემიას ლოცვა ერთ-ერთი საინტერესო თავია. თავის თავს აიგივებს ერთან და ღმერთს პატიებას თხოვს, შევწოდეთო რა. აი ეს აკლია ქართველებს. ქართველები, აი თუ რამე ღირსია, მე ხო გითხარი, ესე მოვა. აი რა გვაკლია ჩვენ. ეხლა მთელი საქართველო ცოდვაში არ არის. აი მთელი საქართველო განვლილი ეტაპები რო განვიხილოთ. შიოლაშვილს ეს გაუგივებია მთელი ერი,
ღმერთთან მიმართებაში, რომ ცოდვილი არის შიოლაშვილი ერთად. არა, ის დისტანცირებული ერიდან და სტატუსიც ამას მეტყოლებს. უწმინდესი და უნეტარესი. თქვენ კიდე ამას ცემთ თაყვანს. ესე თუ გაგრძელდა ქვეყანა ჩვენ წაგერთმევა სახელმწიფო, ვითარცა ისრაელის სახელმწიფო წართმეული იქნა, მაგრამ აღთქმადადებული იმასთან რო ქონდა სახელმწიფო ისევ აღდგა. ჩვენთან რო წაგვერთმევა აღარ მოგვეცემა. და ერიკი გაიფანტება. ან ვინც მანდ დარჩება, სხვის სახელმწიფოში იცხოვრებს როგორც აბორიგენი. გამიგეთ შემოყარგებო. ესე იგი, ბიბლიის ცოდნა ისერაში გამოგადგება, ჯერთი თქვენი ოჯახის წინასწარმეტყველი ხართ. ბიბლიაზე დაყრდნობით, გამოცხადება კი არ გექნებათ კაცო. ლოგიკური ოპერაციები. სულ თავში გაქვთ პარალელები. სულ მაგალითს იქიდან იღებთ. და გათვლების სწორია თქვენი ცხოვრებაში და აგერიდებათ ყველაფერი მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც განკუთვნილია ურწმუნო ხალხისთვის და თქვენ კიდე გამოყოფილი ხართ აქეთ. აი მეტომ ვიძახი ხას, იმიტომ რომ ბიბლიის ცოდნა აუცილებელია რა. ისე წმენას რა აზრი აქვს რა. მით უმეტეს სახელმწიფოს დონეზე. აბა ახლა რაც ხდება, სახელმწიფოს დაქცევის საფუძველი აქვს თქვენი რელიგია. ერთხელ მაგან ეს ხო გააკეთა, ბაგრატიონების ტახტი გააუქმა. არასწორი რო იყო მიმართულება იმიტომ. მე 100 წელი რუსებთან შეგვტენა. ამ რუსებთან შეტენით ცოტა გადავრჩით ამ ფიზიკურ თავდასხმებს თურქებისა და ქალების აწიოკებასა და ბენი ოჯახია ბავშვების გაყიდვას. შემდეგ სული მოვიტყვით კომუნისტურ საქართველოში. ისეც ერთიან დიდ საბჭოთა ოჯახში და გავთამამდით. ათეისტები ვიყავით, მაგრამ შინაგანად მაინც რწმენის რაღაც გარკვეული მინდრკელები მქონდა რწმენისადმი და ტაძრებიც კომუნისტებმა დაგვიტოვეს. ეხლა ეს დატოვებული ტაძრებს კიდე დავამატეთ ტაძრები ავაზაკების მიერ აშენებული და შევყარეთ ავაზაკი მოხდელები და დარწმუნებული ხართ, რომ ქვეყანას თქვენ ქრისტეთ იმართავთ. აი შეიძლება ქვეყანა დაკარგოთ. ქვეყანა ესე იგი სახელმწიფო. ერიკი არის ეს აწიოკები ეს არ არის თუ არ გამოლენჩდა ქართველები და უკრაინელები. ხო თოფებით არ შეიარაღდით და არ დაერიეთ ერთმანეთს. მე მგონი ქართველი მაგდონემდე არ მივა. უკრაინელი უფრო თაკომბალა არის, ვიდრე ქართველი კიდე გინდა ისე გაიგეთ, გინდა ისე. ქართველი უცებ მიხვდება, რომ ეს არ არის დაყრის. და სწორია, იმიტომ რომ პატარაელი ვარ, მაგრამ რა აზრი აქვს ომს. სადაც შენ კარგავ ყველაფერს. ჯერ მარტო რამდენი ახალგაზრდა დავტოვეთ აფხაზეთის ქართული კუთხის აფხაზურ კუთხეში რა. ქართველების აფხაზეთი არ არის და კუთხია. რამდენი აქეთ ქართლში. რატო რესიგულისთვის რა. მაგრამ სწრაფად დამთავრდა ეგ ამბავი. აი ძალიან სწრაფად რა. არ გაგრძელდა წლები. იცის ღმერთმა რომ ჩვენ ერი ვართ ბრიყვიერი და ბრიყვს დიდხანს ელოლიავება ღმერთი. დიდხანს. ამიტომ გამოსაფხიზლებლად ჩვენ საყვავს ხალხი რომ შემოვძახოთ. ხალხო, ღმერთი ხომ მოისმენს. არ ვიქცევით სწორად ღმერთთან მიმართებაში. ნუ მკრეხელობთ, თავი დავანებოთ ამას, სეკულარულში გადმოდი. ნუ გიხარხარ სანთლებით, ხატებით, დავკარგავთ სახელმწიფოს ხალხო. დავკარგავთ სახელმწიფო კარგი ცნებაა. კარგი ცნება, აი რაღაც სიამაყეა ქართულ ენაზე, დროშა გაქვს, პასპორტი, რაღაცა ქართულად ლაპარაკობ, თუმცა ყველას ცხენია ქართული ლაპარაკი გარეთ. ეს მაგარი რამე ანენით რიცხვ ცხენია, ყველა ენა ღმერთიდან არის. ყველა აბსოლუტურად. ვისა რომელი ენა ცხენი არ მოგწონთ, ის ღმერთიდან არის, ოსური, ნებია სვანური, მეგრული ღმერთიდან არის. ერთი დაიშალა მრავალ ენად. უბრალოდ ისინი ამენით არაფერს არ აკეთებენ. ღვთის სამსახურში, არც სვანი, არც მეგრელი, არაფერს არ აკეთებენ. არც ქართველი სამწუხაროდ. და სხვათა შორის ღმერთის მადლი არის, როცა ამდენი ხანი აფხაზეთი, კუთხე და სამაჩაბლო არ არის რუსეთის ფედერაციაში. ხედავთ? აი ესაც ხო რამდენი ხანია ღმერთი ნახეთ, თუ წართმევა უნდოდა. ხო ეგრევე აღიარებდა და რსფსრ-ში შევიდა. всё, დამთავრდა. ავტონომია იქნება იქ აფხაზეთის, ოსეთის, ჩრდილოარი, ეხლა სამხრეთი. არა, ისევ ჩვენ ტერიტორიაზე. ხო და ძალისხმევას თუ მიმართავთ ღმერთის სიყვარულისას ღმერთისკენ, ეგ ჩვენი ტერიტორია ისევ გაიხსნება და ქართველები ამ ლამას კუთხეში გაევლიან გამოივლიან, ხო? ყველაზე ულამაზესი ადგილი დავკარგეთ რო იცოდეთ. აფხაზეთი.